ლიზები ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთ დისკომფორტს მიქმნიდა. ძალიან ხშირად მიღიზიანდებოდა თვალი ან მიწითლდებოდა, მიშრებოდა. პაციენტის ჩივილები უკავშირდებოდა მიოპიისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, რაც წარმოადგენს შორმანძილზე მხედველობის გაუარესებას და ბუნდოვან მხედველობას. ერთ-ერთ მოგზაურობაში მეგონა, რომ ორივე ლინზა ჩავისვი თვალში, თუმცა ერთი ლინზა ისე დამივარდა ძირს, რომ საერთოდ ვერ შევამჩნიე. მეგონა, რომ უბრალოდ არასწორად ჩავისვი და მთელი დღე მაგიტო მაწუხებდა. მიუხედავად იმის, რომ ოპერაცია რამოდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება, საკმაოდ რთულ პროცესთან არის დაკავშირებული წინა საოპერაციო კვლევები. რამოდენიმე საათს ვხარჯავთ თითოეულ პაციენტის პროგრამის შექმნაში. და აი ამ პროგრამის დეტალებისადმი ყურადღება იწვევს ზუსტად იმას, რომ პაციენტს აქვს კარგი მხედველობა პოსტოპერაციულად. პაციენტმა კლინიკაში მოგვაკითხა ჩივილებით მხედველობის დაქვეითება შორს მანძილზე ხედვისას. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც გადაწყდა მხედველობის სიმახვილის ფემტოექსიმალ ლაზერული კორექციის ჩატარება. ოპერაცია ჩატარდა ქართულების გარეშე და როგორც მოსაოდნელი იყო, მივიღეთ მაქსიმალური შედეგი 100%-იანი მხედველობა. მეორე დღეს მანქანაში რო ვიჯექი, გაფიციცებული ვიყურებოდი ყველგან, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვხედავდი, რაც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამინახავს და საერთოდ არ ვიცოდი თუ არსებობდა. ხალხს ვხედავ და რაღაცა მოჩვენებასავით არ არიან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები და მთლიანად მთელი სამყარო. ნიუ ჰოსპიტალში საოცარი გამოცდილება მივიღე. ყველა მისვლა რაღაც სიხარულთა და კარგის მოლოდინთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ჩემს ექიმს შოთა თადუმაძეს, რომელიც ნამდვილად საკუთარი საქმის პროფესიონალია, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, იმიტომ რომ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.